გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და დღეს მინდა ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესმენების ძალიან დიდი რაოდენობა და დიდი უმრავლესობა 90%-ზე მეტი ჩემი ესე უხეში დათვლით არიან უბრალოდ ღორები რა და ბიზნესმენები კი არა, უფრო მონადმფლობელები შეიძლება ეწოდოთ ამ ადამიანებს რა. ეს ადამიანები ძალიან ცუდად ექცევიან სახელმწიფოსაც და ჩვენ საზოგადოებასაც. ცუდად მოქცევაში რას გულისხმობ? ერთი ის, რომ თავიანთ თანამშრომლებს ამუშავებენ პირდაპირ მონურ პირობებში და არაადამიანურ პირობებში და ასევე აი ამ თავიანთ თანამშრომლებს ღირსეული ანაზღაურების ნაცვლად უხდიან რაღაცა კაპიკებს და მათხოვრულ ხელფას. კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა. საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლების დიდი უმრავლესობა ადამიანებს როგორც მონებს ისე ექცევიან, რომ მონურ პირობებში ამუშავებენ და მეორე როგორც მათხოვრებს ისე ექცევიან იმ გაგებით, რომ მათხოვრულ ხელფას უხდიან ადამიანებს რა. და მესამე ის, რომ დანარჩენ საზოგადოებას უბრალოდ გვატყავებენ, ეს იქნება სავაჭრო ობიექტები თუ კვების ობიექტები თუ სხვადასხვა მომსახურების ობიექტები. ღორები არიან ნამდვილად ეს ადამიანები, გაუმაძღარი ღორები და აი მაგალითად, რაც საქართველოში ადამიანებმა 20-25 წელიწადში კაპიტალი დააგროვეს, აი ის კაპიტალი რო შეეგროვებინათ ნორმალურ ქვეყნებში 4 და 5 და მინიმუმ 3 თაობა აგროვებენ აი ამ კაპიტალს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზღვარგარეთ რომ ესე იგი ოჯახური ბიზნესის მეხუთე და მეოთხე თაობის წარმომადგენლება რაღაცა კაპიტალი დააგროვეს, საქართველოში იმაზე დიდი კაპიტალი მოაგროვეს ამ ღორებმა 15-20 და მაქსიმუმ 25 წელიწადში და სწორედ იმის ხარჯზე რომ რაც უკვე აღვნიშნე. როგორც მონებს ისე ექცევიან თანამშრომლებს და როგორც მათხოვარს ისე ექცევიან იმ გაგებით, რომ მათხოვრულ ხელფასებს უხდიან და კი სწორედ ამის ხარჯზე დიდძალი კაპიტალი შეაგროვეს და მესამე გამომჩა, რომ აი რა ფასსაც უნდათ, იმ ფასს ადებენ და გვატყავებენ დანარჩენ საზოგადოებას. ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არც ოპოზიცია არ საუბრობს და საზოგადოებაც რატომღაც ისე არ გამოვთხოვთ პროტესტს, როგორც უნდა გამოვთხოვდეთ. მაგალითად ის, რომ ძალიან გაბერილი ფასებია პროდუქციაზე და მედიკამენტებზე ამ ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით გამოვიდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრეს, რომ კი ნამდვილად ასე არისო და რაღაც კომისიად შექმნეს, ხო, სპეციალური კომისია პარლამენტში, სპეციალური ამ ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, ვიღაცებს იბარებდნენ, მოკლედ მიდიოდა განხილვები, გამოკვლევები, კამათები და რო გვეგონა რომ რაღაცა ფასები დარეგულირდებოდა და გაიაფთდებოდა პროდუქცია, პირიქით გავიდა რამოდენიმე თვე და პირიქით გაძვირდა ფასები სხვადასხვა პროდუქციაზე. და არ ვიცი, აი სასაცილოა თუ სატირალი მართლა ვეღარ გავიგე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ფეხზე კიდია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება და ის თავისი თანამშრომელი და მომხმარებელი, არამედ ფეხზე კიდია ხელისუფლებაც რა და როგორც უნდა მაინც ისე იქცევა. შრომის კოდექსი ხო ყველაზე ცუდი შრომის კოდექსი გვაქვს მე მგონი ამ ქვეყანაში და აი ეს ცუდი შრომის კოდექსი რაც გვაქვს, ხო, ეს ცუდი შრომის კოდექსიც წიხლზე კიდია რეალურად აი ამ კომპანიების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს და როგორც უნდათ მოკლედ ისე ექცევიან თავიანთ თანამშრომლებს, იმ სამუშაო პირობებში ამუშავებენ, ისეთ ხელფასებს უხდიან. სახელმწიფო სამსახურებში ბევრად უფრო ნორმალურ ანაზღაურებას უხდიან მაგალითად თანამშრომლებს, ვიდრე კერძო კომპანიების დიდ უმრავლესობაში რა და ეს რომ ასე არის, აი შეეკითხეთ რა მაგალითად ქსელურ მარკეტებში ნებისმიერ თანამშრომელს, თუნდაც რესტორნებში და თუნდაც რა ვიცი სასტუმროს თანამშრომლებს რა და აღმოაჩენთ რომ კი
ნამდვილად მათხოვრულ ხელფასებს უხდიან და სამწუხარო რეალობა გახლავთ ეს ამ ქვეყანაში. თავისუფალი ბაზარი და ეს რაღაც კონკურენტუნარიანი გარემო და კაპიტალიზმი და ეს რაღაცა დემოკრატია და ბოდოები თუ იმისთვის არის გამოგონებული, რომ აი ეს ერთეულები უნდა მდიდრდებოდნენ და დანარჩენი საზოგადოება უნდა ესე იგი თავს ვიკლავდეთ და მონურ პირობებში უნდა ვმუშაობდეთ, იმიტომ რომ ეს ერთეულები გამდიდრდნენ და თუ აი მარტო ამათთვის არის ეს დემოკრატიაც და თავისუფალი ბაზარიც, შევეცი მაშინ ეგეთ დემოკრატიას და ყველაფერს. მაგრამ ფაქტია, რომ ესია რა და აი ამ ერთეულებისთვის არის ეს ყველაფერი გამოგონილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ერთეულებმა მოიდგეს თავის თავზე ამ ქვეყანაში და როგორც უკვე აღნიშნე, ამათ ღორობას და გაუმაწრობას საზღვარი არ აქვს რა. ეხლა აგერ ვიძახით და მეც ვიძახი, რომ კი ნამდვილად საქართველოში ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და სწრაფი ტემპებით იზრდება, მაგრამ ეს არ აისახება აი ჩვეულებრივად მოქალაქეების უმრავლესობაზე. რატომ არ აისახება? იმიტომ არ აისახება, რომ აი მაგალითად თუ შარშან რომელიღაცა კომპანიის რაღაცა წლიური მოგება ისე მაგალითად ვიძახი იყო 10 მილიონი, ხო? და თავის თანამშრომელს საშუალო ხელფასი ქონდა 500 ლარი, წელს რო 20 მილიონი მოგებაზე გავიდა, ისევ 500 ლარი დაუტოვა იმ თანამშრომელს და მომავალ წელს 30 მილიონზე რო გავა, ისევ 500 ლარს უტოვებს იმ თავის თანამშრომელს ხელფასი. და კი, რა თქმა უნდა, ისევ ერთეულების ჯიბეზე აისახება ეს ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპებით და ისევ ეს ერთეულები მდიდრდებიან და ამათი პირობები უმჯობესდება და იმიტომ არის რომ არ აისახება რა რიგით ადამიანებს ეს ამბავი. სახელმწიფო სამსახურებში აი დააკვირდით ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში და დაწესებულებებში რამდენჯერ და რამდენი პროცენტით მოახდინა სახელმწიფომ ხელფასების ზრდა. იგივეს რატო არ აკეთებენ აი ეს ღორი ნაბოზრები ესენი? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში შრომის კოდექსი, როგორც უკვე აღნიშნე, არ გვაქვს, რაც გვაქვს ეს საზღვარი კოდექსი, ესეც გინდ ყოფილა, გინდარა და როგორც უნდათ ისე ირგებენ ეს ნაბოზარი ბიზნესმენები და მესამე ის რომ არიან ღორები და მეტი არაფერი და არ ვიცი. სხვა რა დავარქვა ამას ან სხვანაირად როგორ ახსნა ეს ამბავი. ეს არის სერიოზული პრობლემა ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის ესე რაღაცა გადადება და მიყურადება არ მოსულა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ამ ქვეყანაში და თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრება და არ მოგვარდება, კიდევ 10 და 15 წელი გავა, ისევ ეს ნაბოზრები, ეს ღორები გამდიდრდებიან უზომოდ და ჩვენ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ვისევ ვიქნებით აი ამ მათხოვრულ ხელფასებზე და მონურ პირობებში. ეს არის ვისი თქმაც მინდოდა მეგობრებო და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით და უნდა ცოტა მკაცრად მოთხოვოს აი ამ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ცოტა ბოლო-ბოლო აზზე მოვიდნენ და მონადმფლობელები რო არ არიან და ბიზნესმენები რო არიან, აი ეს უნდა რაღაცნაირად მიახვედროს ხელისუფლებამ რა. კი, ესენი დღეს ჩვენთან ბიზნესმენების დიდი უმრავლესობა ჩვეულებრივი მონადმფლობელები უფრო არიან, ვიდრე რაღაცის შემქმნელები და რაღაცა ის მოკლედ სახელმწიფოს განვითარების ამბავში მონაწილე ტიპები. ეს არის და ეს მეგობრები. ვფიქრობ გასაგებად და სწორად ავხსენი ეს ამბავი, რაზეც ახლა მე ვსაუბრობდი.